არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართულ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შეშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ყველა ამ ჯგუფს პირდაპირ შეეხება ახალი რეპრესიული ცვლილებები, რომელსაც ქართული ოცნება იღებს. ლაპარაკია გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე, რომლებიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტების მიღებას კრძალავს. ეს კი რუსული კანონის, ამერიკულად შემოსაღებული ფარას, მედიის შემზღუდავი კანონების, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების შეზღუდვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მუქარის შემდეგ. ოცნება რეპრესიული ზომების სრულ პაკეტს ქმნის კრიტიკული ხმების ჩასახშობად და ახლა გრანტების აკრძალვასაც ამატებს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ქართული ხალხის დევნის აქტს უწოდებს. ქართულმა ოცნებამ აიღო ყველა დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმებში მოქმედი კანონები და ყველა ერთად და ერთდროულად მიიღო საქართველოში. ყველაზე საშიში მათთვის არის სოლიდარობა ადამიანებს შორის, ჯგუფებს შორის და ასევე საშიში არის ის, რომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ხომ? როგორ ირღვევა კანონები, როგორ არიან ჩართულები კონკრეტული ადამიანები კორუფციაში, როგორ დევნიან კონკრეტულ ადამიანებს. ახალი ცვლილებები ითხოვს, რომ გრანტის გამცემმა თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულება. ამის შემდეგ კი ქართული ოცნებისგან უნდა დაელოდოს ნებართვას. ანუ ოცნება გადაწყვეტს მისცეს თუ არა საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისთვის არასასურველ ორგანიზაციებს, რომელთა მთავარი ფინანსური წყაროც უცხოური გრანტებია და რომლებიც დემოკრატიული პროცესების მეთვალყურეობის გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს აწვდიან სხვადასხვა ჯგუფს. თუ ვინმეს უკვე აქვს რაღაცა მიმდინარე გრანტი ან გრანტი თუ არა სერვის კონტრაქტი და ასე შემდეგ, მათი კონტროლი შესაძლებელი არის ფარას კანონმდებლობით, ხოლო თუ ვინმეს ახალი გრანტის აღება უნდა, დასჭირდებათ ქართულ ოცნებასთან მაღამებულური პოლიტიკის გატარება, იმისთვის რომ ამ გრანტის აღების ნებართვა საერთოდ მიიღონ. ეს არის მოთვინიერების ძალიან კლასიკური ხაზი. ბევრი სერვისი და საქონელი მიეწოდება სხვადასხვა ჯგუფებს საზოგადოების, მათ შორის იურიდიული დახმარების სახით, ჰუმანიტარული დახმარების სახით და აქედან გამომდინარე აი ამ ზიანს, რაც ქვეყანას ადგება ამ ცდილობებით, ისინი ფაქტობრივად უგულებელყოფენ იმის გამო, რომ მათ სურთ გაიმყაროს საკუთარი ხელისუფლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არჩევნებია. საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი მასობრივი გაყალბებების შემდეგ ოცნება სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის დამოუკიდებელ დამკვირვებლებსაც. ცესკოს დადგენილებებში ცვლილებების ფონზე, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლებს უბნებზე უფლებამოსილება იმდენად ეზღუდებათ, რომ კარუსელების გამოვლენის შესაძლებლობა სრულად უსპობს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ოცნება ამ გზითაც უქმნის ბარიერებს. ამ დაკვირვების პროცესად სჭირდება გარკვეული რესურსები მობილიზებისთვის და ამიტომ ცდილობენ, რომ ის დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან ხო არჩევნებს, მომავალში თუ იქნა არჩევნები და მასში მონაწილეობას ჰქონდა აზრის სამართლიან და ობიექტურ გარემოში, რომ ვერ შეძლონ მონაწილეობა მიიღონ. ამიტომ ეს ყველა ნაბიჯები არის იმის მიზანს ემსახურება, რომ ველი მოასუფთავონ. ამ რეპრესიების საპასუხოდ ერთიანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია. ორგანიზაციები არაპირებენ ამ შემზღუდავ კანონებს დაემორჩილონ. ისევე როგორც უარი თქვეს რუსული კანონის შესაბამისად უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში დარეგისტრირებაზე. ამბობენ, რომ ახლა ქვეყნის მომავალი დევს სასწორზე და გადარჩენის გზის მოძებნა მათი ვალდებულებაა. როგორც თვითონ გონიათ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს დაემონებინა, ისე გონიათ, რომ მათ შეუძლიათ ჩვენ დაგვიმონონ. თავისუფალ ადამიანებს ვერ იმონებენ. ამიტომაც ვართ ყველა და შეგნებულად ვაკეთებთ ამ არჩევანს, თუმცა ის 47 ადამიანის ინდის პატიმარი, რომელიც ციხეში ზის, ძალიან კარგად აცნობიერებს, რას უწევს წინააღმდეგობას. ამიტომაც ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, რომ აქ რაღაცაებზე ვიწუწუნოთ. ოცნება კი თავის რეპრესიებს ამართლებს უცვლელი რიტორიკით, შეთქმულების თეორიებზე, დასავლეთის დისკრედიტაციაზე, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის დემონიზებაზე. ამის აქტიურად გამხმოვანებელ სახეებს შორის კი მუდმივად არის კახა კალაძე. ყველა თანხები, რომელიც შემოდის უცხოეთიდან და ფინანსდება რადიკალური დაჯგუფებები, ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები, არ არის განკურვალი თუ რას ხმარდება აღნიშნული თანხები. შესაბამისად, ეს ყველაფერი
ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, უნდა იყოს კავშირვალე. უცხოური გრანტების წინააღმდეგ ცვლილებებს ოცნება დაჩქარებული წესით განიხილავს და მომდევნო კვირაში მიიღებს კიდეც. ამის შემდეგ მხოლოდ თვითონ გადაწყვეტს, რომელი ორგანიზაციები მიიღებენ გრანტებს. პროცესის გაკონტროლებას კი ოცნება უკვე კარგად გამოცდილ კადრს მიანდობს. მონიტორინგის ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. უწყებას, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ აქვეყნებს მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს. ევროპული რეკომენდაციის მიხედვით შექმნილი ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი განსაკუთრებით გააქტიურდა საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა თავს. ორი ორგანიზაცია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა, რითაც არჩევნებზე დაკვირვება შეუზღუდა.